სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა ამენ. დღეს მე მინდა წაგიკითხოთ ერთი წერილი, რომელიც ეკუთვნის ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და თვალსაჩინო წარმომადგენელს არქიმანდრიტ ლაზარე აბაშიძეს. ჩვენი თანამედროვე ეკლესიის ერთ-ერთ გამოჩენილ პიროვნებას, რომელიც თავისი ასკეტური ცხოვრებით, თავისი საღვთისმეტყველო განათლებით, ეკლესიის სწავლებისადმი თავდადებით გამოირჩეოდა. წაგიკითხავთ ამ წერილს და პატარა ჩართვებსაც გავაკეთებ. სამი დღით ქალაქში ვიყავ. ძალიან დავიღალე. ზოგჯერ სასარგებლოც კია მონასტრიდან გამოსულა და სავანეში ჩვენი ცხოვრების დანახვა გარედან. როგორ ერთბაშად გავიწყდება, გადაეწყობი ადამიანებთან სხვაგან ურთიერთობაში ერთვები. გული გიღონდება, გონება გებნება და ამ დროს იწყებ ნათლად დანახვას იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ სამყაროს შორის, ქალაქისა და მონასტრისა. მხოლოდ ასეთი განმუხტვის, ღონე მიხდისა და დასარიელების შემდეგ იწყებ მონასტრული წყობის დაფასებას და როგორი უსახური, მოუწყობელი და არეულიც არ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება სავანეში, დღეს ქვეყანასთან შედარებით, ანუ მიწიერ ამ სოფელთან შედარებით, ეს მართლაც და ბერობაა. რაღაც სრულიად სხვა კანონებით არსებული. ქვეყნისაგან ცინიკურად გათელილი. ქვეყანა კი, როგორც მთვრალი, აღვირახსნილი, შიშველი მეძავი, რომელსაც საუბარი, ფიქრი, ხუმრობა, მხოლოდ გარკვეულებისა და სიძვის თემაზე შეუძლია, ცოცხლდება, როცა ბიძსა და უხამს რაიმეს დაინახავს ან გაიგონებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის მოვლენები, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ვითარდება. თუნდაც LGBT ცხოვრების წესის დამკვიდრების თვალსაზრისით. ჩვენ რომ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა გარკვეული ხნის წინ ამ თემაზე საუბარიც კი და უხერხულობას ქმნიდა, დღეს მოგვიწოდებენ, რომ ეს კანონმდებლობით, ეს უდიდესი ცოდვა სოდომისა კანონმდებლობის სახით მივიღოთ და დავაკანონოთ ჩვენს ქვეყნებში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც და თუ ვინმე ამის წინააღმდეგ გამოდის, მას როგორც გაუნათლებელს, ბმელს, როგორც ჩამორჩენილს, როგორც მიუღებელს, ასე მოიხსენიებენ და ასე უღურებენ. როგორი უცნაური შეხამება, თანამედროვე მეცნიერების განვითარება, კოსმოსში ფრენა, ფანტასტიკური ტექნიკა, კომპიუტერული გონება და ამის მსგავსი და ამასთან თანამედროვე ადამიანი მოცილობის ჟამს სექსისა და ზალადობის სფეროდან რაიმე სამხიარულოს წყალებში თვალიერებისას უწინდებურად ხარობს და ისვენებს. აღაგზნებს ყველაზე ქვენა ცხოველურზე მეტად მდაბალ ვნებებსა და ახირებებს. როგორი გატირალება, პრიმიტივიზმი, გამხეცება და ეს ყველაფერი სუპერთექნიკის, სუპერმეცნიერების, სუპერკომფორტული ყოფის ფონზე. ეს ყველაფერი ხომ ველური, ბარბაროსული პირუტყვებაა. ყველაფერი მიმართულია ხორცისაკენ, გარსისაკენ. ის, რაც ამას არის ამოფარებული, უნდათ წარმოადგინონ როგორც ამორფული, ილუზორული, მეოცნებე, ვარდისფერით მოსილი, რომელიც ვარგა მარტოოდენ ფონად, ხორციელი ცხოვრებისათვის. სულიერია მხოლოდ ის, რაც უხეშ ხორციელ დაოკებას ხას უსვამს და რომანტიკულ იერს ზეს.
მართლაც ტელევიზორს ჩართავ, კომპიუტერს ჩართავ, მუშაობ კომპიუტერთან, ტელეფონს აიღებ ხელში. ახლა გინდა რომ საქმისთვის გამოიყენო და უცბად ამოვარდება ისეთი უხამსი კადრები, რომელიც შეშფოთებას იწვევს შენში. ეს მოზრდილ ადამიანებში, მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ ჩვენ ბავშვებსაც, რომელთაც წვდომა აქვთ ამაზე, რაოდენ დიდი ინტერესი იწვევს. და აი ასე ბავშვობის ასაკიდან ადამიანი იწყებს უკვე ფიქრს აი ამ უხამსობაზე, აკმულებასა და მოწოდებულ ინფორმაციის მიღებაზე, გადამუშავებაზე და ცხოვრების წესად დანერგვაზე. ამასთან დაკავშირებით მინდა თქვა, რომ ხომ მოხდა უკვე ისე, რომ ადამიანზე დააწესეს სრული კონტროლი კოსმოსიდან, ყველაფერია შესაძლებელი და ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების გაკონტროლებაც კი შეუძლიათ, ანუ ნახვაც კი შეუძლიათ. და ეს კიდევ არაფერია იმასთან დაკავშირებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არაფერია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს, რამდენიც არ უნდა მაკონტროლონ და ხედავდნენ ჩემს ცხოვრებისას, თუ მე ისეულად და სწორად ცხოვრობ, ისწავლებ ჩემგან. თუ არასწორად ცხოვრობ, კი ბატონო, მაშინ რატომ უნდა ამას კონტროლი ისედაც დაღუპული. მაგრამ ეხლა სულ სხვა რამე მინდა თქვა, რომ ბევრი კითხვა ისმება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი საუბრობს ამის შესახებ, ეწყობა კონფერენციები, საზოგადოებრივი განხილვები ამასთან დაკავშირებით და როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ჩვენი ამ ახალი ტექნოპროგრესის მიმართ. რისკენაა მიმართული ეს ყველაფერი. თვითონ ეს იყო გვეუბნება ხელოვნური ინტელექტი. ანუ შექმნა. თქვენ როგორ ფიქრობთ? შექმნიდნენ ისეთ რაიმეს ადამიანის გონების მართვისათვის, რომელიც ადამიანს ღმერთამდე მიუყვება. თუ პირიქით შექმნიდნენ ისეთ რამეს, რომელიც ადამიანს ღმერთთან დააშორებდა. ის ვინც ადამიანზე სრული კონტროლის მექანიზმი შექმნა, ეხლა ხელოვნური ინტელექტით ცდილობს ადამიანის გონების მართვას. აი ამას გიმზადებენ თქვენ თითოეულ თქვენთაგანს ამ ეგრეთ წოდებული პროგრესული ტექნოლოგიით. რომ ხელოვნურად მართონ თქვენი გონება უკვე. როცა ამას მიეჩვევი, მე ვეღარ გადაეჩვევი. 100-დან 99 რჩევა რომ მართებული იყოს და მართალი ერთი იქნება საბედისწერო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მიჯაჭვულ ადამიანს დაღუპავს სულიერადაც და ფიზიკურადაც. ამიტომ თუ გაქვთ იმის ძალა, რომ თქვენ აკონტროლოთ ხელოვნური ინტელექტი და არა მან მართოს თქვენი გონება, მაშინ კი ბატონო გამოიყენოთ. მაგრამ თუ სუსტი ხართ და დაემორჩილებით, ბოლომდე დაემონებით ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებულ მოსაზრებებს და რჩევებს, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ დაღუპვის გზაზე გახართ. აი ეს მოკლედ რაც შეიძლება ითქვას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. უწინ წარმართულ ქანდაკს თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ, თუმცა შიგნიდან ის სარიელი იყო და შესაძლოა არმატურით, ქვით და თიხით იყო სავსე. მისი მოოქროვილი ზედაპირი კი გულს ათხოვებდა. დღეს სავანეში ყველაზე მოგრძალებული ცხოვრებაც კი უკვე არის მნიშვნელოვანი დაპირისპირება ამ ქვეყნის სულთან. ქრისტიანობაში ჩვეულებრივი კეთილ წესიერებაც თავისი მოკრძალებული ფორმით უკვე იშვიათობაა და ის არ არის ამ ქვეყნისაგან. ჩვენი ასეთი მარტოოდენ თავშეკავებული არც თუ მოღვაწეობრივი ცხოვრება გაოცებას იწვევს ერის ხალხში. ეს როგორ? ეში ცხოვრება დღეს ელექტრონის, ტელევიზორის, გაზეთების გარეშე
უარი თქვა უფლებაზე ყავდეს ოჯახი, ეს ხომ სიგიჟეა, ფანატიზმი, ველურობა. დიახ, ამ ქვეყნა თითქოს და აღარ დარჩა ადგილი მონოზნობისათვის. ზოგადად ქრისტიანობისათვისაც კი. ყველა და ყველაფერი ჯანყდება ღმრთისა და მისი კანონების წინააღმდეგ. ეპისკოპოს ეგნატეს წინად გრძნობა და წინასწარ მეტყველება მომავალ განდგომილებაზე არ იყო გაზვიადებული. ციტირება: დრო რაც უფრო გავა, მით უფრო დამძიმდება ქრისტიანობა. როგორც სული წმინდა, აპორიაქებული და ამ ქვეყნის მსახური ბრბოსათვის მეტად უბრალოდ შეუმჩნევლად გაქრება ადამიანთა გარემოდან, რაც მის ბრბოს დაცემას ნიშნავს. ქრისტიანობა ანაქრონიზმი ხდება. თანამედროვე პროგრესის შემხედვარემ არ შეიძლება არ აღიარო, რომ ის თავის ყველა საწყისში ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და მასთან ყველაზე მტრულ კონფლიქტში შედის. აშკარაა, რომ ქრისტიანობა ეს იდუმალი, სულიერი, ძღვენი, შეუმჩნევლად შორდება საკუთარი ცხოვრებისადმი უყურადღებო ადამიანთა საზოგადოებას. ჩამოვალი მზე ჩვენი დროის ქრისტიანობის მდგომარეობას ცოცხლად ასახავს. ანათებს იგივე მზე სიმართლისა ქრისტე. ანათებს იგივე სხივებით, მაგრამ ეს სხივები აღარ ეფინება იმ ბრწყინვალებით, არც სიტყვოთი, როგორითაც უწი. ეს იმიტომ, რომ ისინი არ გვეცემა პირდაპირ, არამედ ირიბად მოედინება. წმინდა წერილი მოწმობს, რომ ქრისტიანები იუდეველების მსგავსად თანდათანობით ღვთის გაცხადებული სწავლებისადმი გაციებას დაიწყებენ. ისინი დაიწყებენ ღმერთკაცის მიერ ადამიანური ბუნების განახლების უყურადღებოდ მიტოვებას. დაივიწყებენ მარადისობას, მთელ ყურადღებას თავიანთ მიწიერ ცხოვრებას მიაპყრობენ. ამ განწყობითა და მიმართულებით დაიწყებენ თავიანთი ვითომც და მარადიული მდგომარეობის თავიანთი დაცემული ბუნების განვითარებას დედამიწაზე. სულისა და სხეულის ყველა დაზიანებული და გაუკუღმართებული მოთხოვნილებებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად. რა თქმა უნდა, ასეთი მიმართულებისათვის უცხოა უფალი, რომელმაც ადამიანი ნეტარი მომავლისათვის გამოიხსნა. ასეთ მიმართულებას ახასიათებს ქრისტიანობისაგან განდგომა. მოდიან ადამიანთა მოდგმის გამანადგურებელი მსოფლიო წყალღმის ტალღებზე უფრო საშინელი ტალღები, სიცრუისა და წყდიადისა. ყოველი მხრიდან გარს გვეხვევიან, მზად არიან შთამთქან სამყარო, ანადგურებენ ქრისტესადმი რწმენას, ანგრევენ ამ ქვეყნად მის მეუფებას, მის სწავლებას ახშობენ, ამახინჯებენ ზნეს, აჩლუგებენ ანადგურებენ სინდის, ამკვიდრებენ ხელმწიფებას ამა ქვეყნის უბოროტესი მთავრისა. ძალზე სავალალოა ეკლესიისა და ქრისტიანობის მდგომარეობა. სავალალოა ყველგან, წერილის წინასწარმეტყველება სრულდება. რწმენისადმი გულგრილობა მოიცვა ჩვენი ერიც და ყველა ქვეყანა, საცა ამ დრომდე იდგა მართლმადიდებლობა. ეს სიტყვები არის 150 წლის, დაახლოებით 150 წლის წინ ნათქვამი და ეს არის წუხილი მღვდელმთავრისა იმდროინდელი მისი თანამედროვე ცხოვრების წესის გამო. ბევრი რამ წმინდა ეგნატეს წინათ გრძნობიდან და წინასწარ თქმულიდან შეიძლება ასრულებულად ჩაითვალოს. 70-80-იან წლების სარწმუნოებაზე ჯანყის პერიოდის მოვლენები, ეს ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის 70-იან, 80 წლიან პერიოდზე საუბრობს არქიმანდრიტი ლაზარე. აი ვინც იყო ამ დროს ეკლესიაში გაახსენდება თუ რა ვითარება იყო აქ მაშინ. მაგრამ ეს არის ეპისკოპოსის მიერ დანახული იმ საშინელი ტალღების პირველი ტალღა. ახლა მცირე ხნით სიჩუმეა. წყლის მატყუარა სიმშვიდე, მაგრამ შორს უკვე მოჩანს, როგორ შავდება ნელ-ნელა დამანგრეველი ზვირთები.
ქარიშხალი ძალებს იკრებს, ცივსისხლიანად ატოფებს მღვრიე უფსკულს და სულ უფრო მეტად არყევს. ცოტაც და მთელი მსოფლიო შეშლილი ტოლობით ერთიანად აზვირთდება თავისი შემოქმედის წინააღმდეგ. გაერთიანდება ყოვლის მომცველ გიჟულ მისწრაფებაში. გაამეფოს, გააღმერთოს კიდეც თავად ეშმაკი. სულ მალე ერთხმად და ზეიმით აყვირდებიან ქრისტეს წინააღმდეგ, როგორც ოდესღაც ჯვარს აცუ ეგე. ოღონ ახლა ერთსულოვნად იყირებენ. გამამიფოთ, ვადიდოთ იგი და გრძნობა მორეულ სახეებსა და თორთოლობით აპყრობილ ხელებს მიმართავენ ადამიანისაკენ, რომელმაც ეშმაკს მიხიდა სული. უსმება წინასწარმეტყველება ანტიქრისტეს შესახებ. ყოველივე ამის შემხედვარემ, ამის გამხსენებელმა შეიძლება თანამედროვე მონაზვნობას სხვაგვარად შეხედოს. ასეთ შემთხვევაში ეს მონასტრებიც კი თავიანთი უძლურებისდა მიუხედავად ფრიად საჭირონი არიან. ქრისტიანთა უკანასკნელ თაობას ხომ წინ ელის ადამიანებზე ოდესმე დაშვებული განსაცდელიდან უმძიმესი განსაცდელი ხომ უნდა ისუნთქონ სადმე ქრისტიანობის ჰაერით ძალები მოიკრიბონ, ცხიმი მოაგროვონ, არამიწიერი სიხარულის მომნიჭებელი სულიერი ღვინო შესვან, ცოტათი ინუგეშონ განსულერნენ გულით აღფრთოვანენ იმით, რაც არ არის ამ ქვეყნისაგან, სხვაგვარად რომ გაუძლონ ანტიქრისტეს სთუნებას. თუკი სულიერი ნაყოფის სიტყბოება არ იგემეს, არ განიცადეს სულიერი ღვინით მომიჭებული სიხარული, არ დააფასეს მithumetes თუკი ის თავიანთ საცოდავ ორსხობილაზე გაცვალეს. თავიანთი მიწიერ დროებითი იმედები კი მცირედი სიმშვიდითა და წუთიერი ქვეყნიური სამოთხით ჩაანაცვლეს. უფალი უხვად გვაფრქვევს ყველა სიკეთეს, სამოთხით სულიერსაც და ხორციელსაც, როგორ ანუგეშებს და ამტკიცებს ღვთის მადლი საწოდავ თანამედროვე ქრისტიანებს, განსაკუთრებით მონაზვნებს, როგორ სიმსუბუქითა და სისწრაფით იწყება შენება დანგრეული მონასტრებისა, ნანგრევებიდან აღდგომა ტაძრებისა. საკმარისია თანამედროვე ქრისტიანმა რაიმე ისურვოს, კეთილმსახური გარემოს მოწყობისათვის, რომ უკვე არის სასწრაფო დახმარება და თანაქმედება. რა არის ეს? უკანასკნელი მოვლენებისათვის სწრაფი მზადება ხომ არა? ჩვენს უძლურ თაობას წილად ხომ არ გვხვდა, გავხდეთ უკანასკნელი. ჩვენ ხომ არ გვეწვევა ყველაფერი ის, რის შესახებაც საუბრობდნენ ყველა საუკუნის ქრისტიანები. ყველაფერი ამას ჩამოგავს და ეს გაუგონარი გარეგნული მოწყობა დიდი სიმრავლე, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ქრისტიანული სულის სარბო წიგნებისა, რომლებიც ქრისტიანობის არც ერთ საუკუნეში ამდენი ასე სწრაფად და საუკეთესო სახით არ დაბეჭდილა, ასე იაფად და ყველგან არ გაყიდულა და ეხლა ფრჩხილებში ამბობს და არ წაკითხულა ასე მცირედ და ზერელეთ. აბა ვიმკითხულობთ ჩვენ წიგნებს, სულიერ სასულიერო წიგნებს. ან ვიმკითხულობთ თუ ვკითხულობთ მას სიღრმისეულად და არა ზედაპირულად. აბა ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, ჩვენ დავდივართ ეკლესიაში და ჩვენ არ ვკითხულობთ და ვინც არ დადის, ისინი ხომ საერთოდ არ წაიკითხა. თუმცა უამრავი მაღაზია სავსე მართლაც სულიერი მარგალიტებით. როგორც ახლა, ხომ არ არის ეს აპოკალიფსური დუმილი ნახევარსა ჟამისას, ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვისა და მომაკვდავის სამყაროს საშინელი კონვულსიის წინ. აი ასეთია ეს წერილი არქიმანდრიტ ლაზარესი, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს კიდევ ერთხელ მონასტრიდან დანახულ სულისკვეთებას ბოლო ჟამის. დავფიქრდეთ ამას. ერთმა დაგვოცოთ და გაგვუთხრეთ.